პრობლემა რა არის? მე და დათო ერთმანეთს შენ აღნიშნე რომ მეგობრობ და ჩვენ 90-იანებში გავიცანით და აი ბიზნესი რო ფეხს იდგამდა ჩვენ პარტნიორები ვიყავით და ჩვენ გამოვიარეთ ერთად ის 90-იანები ხედრიონი, გვარდია, სამოქალაქო ომი. საკითხული მაქვს მამუკას წიგნში სხვათა შორის. არა, საინტერესო რა. დათოც ნახსენებია, თქვენც ნახსენებია. მაშინ ქვეყანა რო დაიშალა, რთული იყო ინსტიტუციების აგება. და რადგან რთული იყო, იქ გავიგე რომ სასამართლო ჩამოშლილი იყო, მაგრამ სადღაც ნორმალურ მოსამართლეს იპოვიდი. ქუჩაში სადღაც მიუხედავად მიუღებელია, მაგრამ რაღაც სიმართლეს თუ დაამტკიცებდი მოგისმენდნენ. იმიტომ რომ ეს არ იყო ერთი ძალის მიერ ორგანიზებული და მართული. სხვაობა დღეს რა გვაქვს? რომ დღეს ერთ სისტემის ნაწილია და სისტემა მთავრობა რომელიც ამ სისტემას მართავს, ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენ ევროინტეგრაციისკენ მივდივართ. ეკონომიკას არაფერი არ ემუქრება. ჩვენ გვისანქცირებენ ძალოვან მინისტრებს, რომელიც მეორე დღეს ხდებიან ვიცე-პრემიერები და აღნიშნე და ბატონი კობახიძე გვეუბნება რომ ამათ თუ რაღაცა დავუსანქცირესო ქონებებიო ჩვენო მეო ბიუჯეტიდანო ამის კომპენსაციას გავცემო. მე აღნიშნე ერთ-ერთი და საზოგადოებას აუხსნა რომ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ადამიანს თუ უსანქცირებენ ქონებას საზოგადოებრივ, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ მათი შემოსავლები ნიშნავს რომ ეს არის უკანონო ქონება. უკანონო გზით მოპოვებული, კორუფციულით მოპოვებული და ადამიანი რომელიც დღეს მთავრობას წარმოადგენს, ის გვეუბნება რომ ის თუ წაართვეს უკანონო ქონება, მე თქვენი გადახდილი გადასახედებიდან კომპენსაციით ამ ქონებას გავცემ. საჯაროდ, ანუ გარანტიას აძლევს და ხელს უქმნის და აღუევს კორუფციას ამ ქვეყანაში. და ეხლა ჩვენ და თქვენ შეკითხვაზე მე უნდა გიპასუხოთ რატო გააკეთებს ქართველი ინვესტიციას და უცხოელი ინვესტორი, რომელსაც ინსტიტუტი ქვეყანაში არ არსებობს, ჩვენ როგორ უნდა ველაპარაკოთ და როგორ უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს ქვეყანა არის სტაბილური და შენ შეგიძლია ამ ქვეყანაში ჩადო ინვესტიცია. ეს მეც ვერაფერს ვიგიპასუხებ ინგა. გასაგები. ამით